არის შემთხვევები, როდესაც მიუხედავად რეგულარული დაუცველი სქესობრივი ცხოვრებისა, ორსულობა არ დგება. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ორსულობა მარტივად დგება, მაგრამ მისი განვითარების ადრეულ ეტაპზე ის თავისით წყდება. თუ ეს მოხდა ერთჯერადად, შეიძლება ჩაითვალოს, რომ არის შემთხვევა და შესაძლოა სულაც არ იყოს დაკავშირებული რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემასთან. მაგრამ თუ ეს განმეორდა ორჯერ და მეტჯერ ზედიზედ, ამ მდგომარეობას ორსულობის განმეორებითი დანაკარგები ეწოდება. თუ უშვილობა ბევრი წყვილისთვის მტკივნეულ პრობლემას წარმოადგენს, ორსულობის განმეორებითი დანაკარგები კიდევ უფრო ფსიქოლოგიურად მძიმეა წყვილისთვის და მათ ხშირად აქვთ კითხვა, რატომ მოხდა ეს, რა იყო მიზეზი იმის, რომ ორსულობა შეწყდა. კიდევ უფრო მეტ საგონებელში აგდებს წყვილს ის ფაქტი, რომ სტატისტიკურად დაახლოებით 50% შემთხვევაში ორსულობის განმეორებითი დანაკარგების მიზეზის დადგენა შეუძლებელია. და მაინც რა შეიძლება იყოს ორსულობის განმეორებითი დანაკარგების მიზეზი? პირველი, ეს შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორით განპირობებული. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მშობლებს ყველა შემთხვევაში აქვს რაიმე სახის გენეტიკური ცვლილება. თუმცა მშობლების გამოკვლევა კარიოტიპირებაზე და კიდევ სხვა კვლევებზე, რომლის რეკომენდაციასაც გვაძლევს გენეტიკოსი, უმეტეს შემთხვევაში ხდება. ეს კვლევები შეიძლება იყოს ნორმალური, არ აჩვენებდეს პათოლოგიას და აქ ადგილი ჰქონდეს ნაყოფის ქრომოსომულ დარღვევას. განსაკუთრებით ხშირია გენეტიკური ფაქტორით გამოწვეული ორსულობის თვითნებითი შეწყვეტები 40 წლის ზემოთ წყვილებში. ორსულობის თვითნებითი შეწყვეტის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის ჰორმონალური დარღვევები, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, აუტოიმუნური ცვლილებები, რომელიც ქალის ორგანიზმში ორსულობის პერიოდში ვითარდება. ამ დროს დედის იმუნური სისტემა ნაყოფს იღებს როგორც უცხო სხეულს და იწყებს მის საწინააღმდეგოდ ანტისხეულების გამომუშავებას, რის შედეგადაც ხდება ორსულობის შეწყვეტა. ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, ტრომბოფილია, საშვილოსნოს განვითარების სხვადასხვა ანომალიები. ყველაფერი ეს შეიძლება იყოს ორსულობის თვითნებითი შეწყვეტის მიზეზი. რაც შეეხება სხვადასხვა ინფექციებს, მათ შორის სქესობრივად გადამდებს, ასევე როგორიცაა ტოქსოპლაზმოზი ან თქვათ ჰერპეს ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, რასაც ხშირად მიიჩნევენ ორსულობის თვითნებითი შეწყვეტის მიზეზად, სიამდვილეში ბევრად უფრო იშვიათად შეიძლება გამოიწვიონ ორსულობის თვითნებითი შეწყვეტა. და ეს შეიძლება მოხდეს ერთჯერადად, სპონტანურად, მაგრამ როცა საქმე გვაქვს ორსულობის განმეორებით დანაკარგებთან, როდესაც ის ხდება ორჯერ, სამჯერ, 5ჯერ ზედიზედ, აქ მიზეზი ინფექცია არ არის. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ინფექციები არ გამოვიკვლიოთ და არ ვუმკურნალოთ. გამომდინარე ამ ძირითადი და კიდევ სხვა მიზეზებიდან, როცა წყვილს აქვს აღნიშნული პრობლემა, ვატარებთ შესაბამის კვლევებს. თუ კვლევების დროს მოხდა რომელიმე ერთი მიზეზის დიაგნოსტირება, რომელიც შესაძლოა იყოს თვითნებითი მოშლის მიზეზი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ფაქტორებიც არ გამოვიკვლიოთ. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ორსულობის განმეორებითი დანაკარგების დროს ხდება სტანდარტულად კვლევა გამორიცხვის მეთოდით. მათ შორის ტარდება მინი ჰისტეროსკოპია, ანუ საოფისე ჰისტეროსკოპია საშვილოსნოს ღრუს გამოკვლევის მიზნით. ორსულობის დაგეგმვისას და ორსულობის დადგომის შემთხვევაში მნიშვნელოვანია მისი სწორი მართვა და პაციენტის ანამნეზის და ჩატარებული კვლევების შედეგების გათვალისწინება.